გაუბედურდი. ჩემისთან აუბედური ახლა ქვეყანაზე აღარ მგონია. მე სასაფლაოც გავუკეთეთ, ცარიელი სასაფლაო. მამაო, ჩვენმა ახლობელმა იმისიც გავუკეთა და იქით ზაური, აქით თვითონ შუაში ჩემი ადგილი დავტოვე, მაგრამ იქაც არ მხვდება მისი გვამი. ამის კიდევ მეტად ტანჯული ვარ. დავით ცინდელიანი დედას 2008 წლის 16 აგვისტოს შემდეგ არ უნახავს. 30 წლის მეტყევე რეინჯერი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა რომან შამათავამ მოკლა. გვამი კი შავ ზღვაში გადააგდო. 2008 წლის 16 აგვისტოს დაიბარეს ვითომ თათბირზე მთავრობის პირადად ახალაიას დაკვეთით. როგორც შევიდნენ ქუთაისში, დახვდა ქუთაისის 9 კაციანი სპეცნაზი, რომელსაც ზემდგომი ორგანოებისაგან დავალებული ჰქონდათ, გაეტაცათ ჩემი უდანაშაულო შვილი და დახვდნენ და გაიტაცეს. მამას წაართვეს და მის თანხმდებ პირებს ხელიდან. პირდაპირ ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს. ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს. გვამიც არ მაღირსეს დასამარხად. გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით ცინდელიანი რომან შამათავამ მოკლა, მის ხელში კი დათა ახალაიას გადაწყვეტილებით აღმოჩნდა. დედისთვის საქმის დეტალები ცნობილი მკვლელობიდან რამდენიმე წლის შემდეგ გახდა. აურეკია დათა ახალაიას და ზურაბ ყუბლაშვილს რო თბილისში არ ჩამოიყვანათ და პირდაპირ წაეყვანათ ბათუმში და ჩაებარებინათ აფხაზეთის კუდისთვის უფროსი რომან შამათავა. შესულან ზღვაში შამათავას უბრძანები აყენე და წინდასიო ნავის კიჩოზე. აყენა თუ არა იმ წუთში ამოიღო თავისი პისტოლეტი, პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასტროლით მოკლა. იქვე დაცემულა. ნავში სისხლის გუბე დამდგარა. ბეტონის ფილები მოუმარჯვია, გამოუბია ისინი და ზღვაში ჩაუძირია. ამის მერე გაუფრთხილებია ისინი რა, დაღვრემილი სახეები გაქვთო, აქ გოგირწყალმჟავა და გვამს ძვლიანად დაშლისო. დედა ყვება, რომ ცინდელიანი შურისძიების მიზნით მოკლეს. სააკაშვილის რეჟიმის სასტიკად გაუსწორდა ახალგაზრდას, რომელიც ამ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს არ ეგუებოდა. როგორ გააუბედურა სააკაშვილის სადისტურმა ნაციონალიზმის მთავრობამ, სისხლის მსმელი სააკაშვილის მთავრობამ, ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კონფლიქტები და შურის ძიება. ის იყო სამშობლოს პატრიოტი. ძირის ძირობამდე განიცდიდა იმას, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. როცა შეხვდებოდა ამ ნაციონალებს, პირს შეახლიდა მათ სიბინძურეებს. მისმა ასეთ ხასიათმა განაპირობა ეს მისი ბედის წერა. შეხვედრა ჰქონიათ თბილისიდან ჩამოსულ მაღალჩინოსნებთან და კოდორისგან გადმოსულ კუდის თანამშრომლებთან, ანტოვილებს და უთქვია საყვედური, რომ კოდორი თოფის გაუსროლელად ჩააბარეთ. ბავშვები, ქალები უკან მიატოვეთ და ახლა მაინც რატომ არ ზრუნავთ ამათ პირობების შექმნაზეო. კამათის დროს ის მიუყოლებია ბოლოს, თქვენი დრო დათვლილია და მერე შეძრებითო. მკვლელობის გადასაფარად გატაცების იმიტაცია დასჭირდათ. შემდეგ კი მშობლებს აჯერებდნენ, რომ შვილი ცოცხალი ჰყავდათ. თამარ არღვლიანი იხსენებს, რომ დახმარების პირობა ორჯერ პირადად მიხეილ სააკაშვილისგანაც კი მიიღო. სურათები გამოაქვეყნეს გაზეთებში, ცენტრალურ ადგილებში ვითომ ეძებდნენ. შევხვდი ორჯერ სააკაშვილს, სადისტ სააკაშვილს ჩემი განცხადებით. ყველაფერი მოვახსენე. სააკაშვილმა ორჯერვე მითხრა, რომ ისაო, აუცილებლად დაგეხმარებიო, გვეუბნებოდნენ ისევ, რომ ცოცხალია და დაგიბრუნდებათ. ნაციონალებს ვთხოვ, გვონს მოდით, ქართველები ვართ ყველა. ადამიანებს როგორ ანადგურებდნენ, როგორ ხრეტდნენ სამართლიანობისთვის. ქუთაისში დაგეგმილი გატაცების დეტალები გია ანსიანმაც გაიხსენა. სატყეო დეპარტამენტის უფროსი ერთ-ერთი ბოლო იყო, რომელმაც ცოცხალი დავით ცინდელიანი ნახა. მას თანამშრომლები ქუთაისში თათბირზე მიჰყავდა გზადის გააჩერეს და დავით ცინდელიანი მისივე მანქანიდან მამის თანდასწრებით გაიტაცეს. წაიღეს ანსიანის მანქანის გასაღებიც, რათა გამტაცებლებს არ გაჰყოლოდა. დათო მეუბნება, მე ზურგი მტკივაო ვერ მოვდივარო.
ვერ წამოვალ. ფეხიც რო კონდეს მოტეხილიო, უნდა წამოიყვანო. სამი ახალგაზრდა მომადგა მე. პიროვნებიან დავით. შენ გადმოდიო. აი პირდაპირ მიყავთ მანქანისკენ. ჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები აუცლიათ, ამოუდრიათ და იქვე ჩასახვევი იყო, ეს ბანკის წინ ხდება, იქვე კამერებიც არის, არც კამერა არავინ არ გვანახა მე. გადაგვიყვანეს და დაგკითხეს, ღამის 2 საათამდე გკითხავდნენ აბსოლუტურად ერთი და იგივეს, რომ გატაცებულია. დღემდე ის სურათი არ მომშლია საერთოდ. ის 3 თვე მერე ვეძებე და მე წავედი სამსახურიდან. დავით ცინდელიანის მკვლელობის საქმე 2014 წელს გაიხსნა. 17 წლის შემდეგ კი მოხდება დასკვნაში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის საფუძველი უნდა გახდეს.